მიკურს ყველაზე მეტად იცით? როცა რაიმე უფასოა, ხალხი მიაწყდება ხოლმე. რომცა ჭირდებოდეს, მაინც მივა. და როდესაც მართლა რაღაცა ღირებულია, რაც მართლა სჭირდება, აი იქ შეიძლება დაიგნოროს. პარადოქსია, მაგრამ ასეა. ჩვენთან აკადემიაში სხვა პროგრამა არის ხოლმე და როდესაც ჩვენ ვთავაზობდით უფასოდ სხვადასხვაგვარი შესწავლა, ვეუბნებოდი, მოდი დაესწარი, უფასო გაკვეთილია, 1 და 2 კი არა. 8 გაკვეთილს ვთავაზობდი, ანუ 1 თვე იქნებოდა უფასო თან სხვადასხვა ენაში. ანუ წარმოიდგინეთ, ფრანგული 8 გაკვეთილი, რუსული 8 გაკვეთილი, ინგლისური 8 გაკვეთილი. ეს უკვე 800-ზე გაამრავლე, რამდენი უფასო გაკვეთილი გამოგივიდა. ამის გარდა კიდე რაღაც სხვა პროგრამები იყო, კიდე რაღაც მასტერკლასები იყო. მოკლედ ეს ტიპი პარადოქსული მომენტები გვახასიათებს ალბათ ადამიანებს, არ ვიცი. მაგრამ საწყენია. იმიტომ რომ მართლა ცდილობ გააკეთო რაღაცა კარგი ხარისხიანი, ღირებული და ადამიანი არ გისწრება მერე და არაფასებს ამას. საწყენია, ხო? თქვენ ხომ არ იცით რატო ხდება ასე? მითხარით გამიზიარეთ კომენტარებში. და გამოიწერეთ ლინგვა აკადემიის გვერდი და ესწარით ჩვენს უფასო გაკვეთილებს. აბა დროებით.